ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1945 წლის 30 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროსაგან. ბელორუსიის მეორე ფრონტის ჯარებმა გუშინ 29 მარტს იერიშით აიღეს ქალაქი გდინია, დიდმნიშვნელოვანი სამხედრო საზღვაო ბაზა და დიდი ნავსადგური ბალტიის ზღვაზე. ტყვედ წამოყვანილია 2000-მდე გერმანელი ჯარისკაცი. უკრაინის მეორე ფრონტის ჯარებმა, რომლებიც შეტევას ავითარებდნენ, გადალახეს მდინარე რაბა და დაიკავეს ქალაქები ჩორნი და შარვარი, რომლებიც იფარავდნენ ავსტრიის საზღვრებისკენ მიმავალ გზებს. უკრაინის მესამე ფრონტის ჯარებმა სწრაფი შეტევის შედეგად დაიკავეს ქალაქები სომბატელი, კაპუვარი, კესები და მიადგნენ ავსტრიის საზღვარს. 29 მარტს 21 საათიდან ჩვენი სამშობლოს დედაქალაქმა მოსკოვმა სამშობლოს სახელით 224 ქვემეხის 20 საარტილერიო ზალპით სალუტი მიცა ფრონტების მამაც ჯარისკაცებს. სამარადისო დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში. სიკვდილი გერმანელ დამპყრობლებს. ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად 25 აპრილს სან-ფრანცისკოში იხსნება გაერთიანებულ ერთა კონფერენცია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით დასაარსებელი ორგანიზაციის წესდება. ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ დანიშნა დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დესპანი ანდრიას ზეკრომიკო. სამამულო ომის ფრონტებზე წითელი არმიის ბრწყინვალე გამარჯვებებს ლანჩხუთის მეჩაიე გოლმეურნეები უპასუხებენ შრომის ნაყოფიერების ზრდით. გოლმეურნე შურა ასკურავა 28 მარტს გასხლა 2321 მეტრი ჩაის ბუჩქი, ნაცვლად დღიური ნორმით გათვალისწინებული 200 მეტრისა. შურა ფირცხალაიშვილმა და სონია გვარჯალაძემ გასხლეს თითოეულმა 2130 მეტრი. ნინო ფირცხალაიშვილმა 2100, თამარ რუსიძემ 1800. მუშაობა ჩაის ბუჩქების გასხლისთვის წარმატებით გრძელდება. ლიტვაში გაემგზავრა თბილისისა და ქუთაისის კალათბურთელ ვაჟთა და ქალთა გუნდები. კალათბურთელში შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. ამ შეჯიბრში გამოვლენ მოსკოვის, ლენინგრადის, თბილისის, ქუთაისის, ტალინის, რიგის, კაუნასის და ოდესის გუნდები. ამ ქალაქების გუნდების უკანასკნელი შეხვედრა მოხდა 1941 წელს. მაშინ პირველ ადგილზე გამოვიდნენ ესტონელი კალათბურთელები, ხოლო მეორე ადგილზე თბილისელები. გადმოიცემოდა 1945 წლის 30 მარტის უკანასკნელი ცნობები.